ეს უკვე პორტუგალიელებისთვის ის 10 წუთიანი მონაკვეთი, სადაც მეტობაში ვიყავით. ვერ მოვახერხეთ უპირატესობის ჩვენ მხარეს გადმოწევა და ასე ვთქვათ, გადმოკაჭვა და უპირატესობის ჩვენ თავზე აღება. პირიქით პორტუგალიამ გაატარა ის დრო კონტროლში. ახლა კი მეორე ტაიმში კვლავ მეტობაში ვიქნებით და იმედი მაქვს, რომ უკეთესად გამოვიყენებთ ამ უპირატესობას. ფინალია 12-3 ანგარიში, მეორე 40 წუთის სტარტზე ვართ ახლა. ჯერემი როზიე განსჯის დღევანდელ შეხვედრას ცენტრიდან, დომინგოს კაბრალი კი ბურთს შეიყვანს თამაში და დაიწყებს მეორე ტაიმს. მადრიდი მასწავლებს სტადიო ბუტარკი. სტადიო ბუტარკი კარგია, ჯერემი როზიე არის მატჩის მთავარი მსაჯი, ფრანგი არბიტრი და შეიყვანა კაბრალმა მაღალი და კიდე საბრძოლო, მაგრამ ჯალაღონია ადგილზეა და საბოლოოდ გადავიდა რაკში ეს მომენტი. დატანისკენ მოგვიწოდა ჯერემი როზიე, ვასკა ლობჟანიძე ისება რომ გარმუხტო სიტუაცია ჩვენი ნახევრიდან ძალიან კარგად აკეთებს ამ ყველაფერს. მეორე ტაიმის პირველი დერეფანი. Here. ლუკა ბეგიჩი. Portugal on the line. ერთი იძულებითი შეცვლა ჩვენც გვქონდა პირველ ტაიმში გიორგი ახალაძემ დატოვა მოედანი მის ნაცვლად. შემოვიდა მამუკამ სტოიანი. აქ ორი ხელით მოიგეს პორტუგალიელებმა, გავიდა ხაზე, აქ პატარა გადაკიდება, მაგრამ ადგილზე დავხვდით თითქოს ტაბუცაძემ გადააზღვია საბოლოოდ ჩვენიძე. აქ წამოიღეს და კარგად გააკეთეს კონტრაკი აქ პორტუგალიელებმა, საბოლოოდ გამოვიდა ხაზე. სივრცეები ჩანს, მაგრამ ჩვენს ყავს დაცვაში რაოდენობა. კარგია სპანდერაშვილი ტრადიციულად როგორც პირველ ტაიმში რამაგრა იმუშავა. სპანდერაშვილი იყო საუკეთესო პირველი ტაიმის მანძილზე, ამის თქმა თამამად შეგვიძლია. პინტუ შეაჩერეს, უკან დავახევინეთ მეორე ბოჭვაშიც. ახლა მოუნაცვლეს შეტევის მიმართულება, კვლავ მარცხენა ფლანგი, უკანა ზონაში ფეხით შეცურება, მეტრეველი უნდა იყოს ადგილზე. როგორი დამაჯერებელია მეტრეველი უნდა აუგნოს. ის პაუზაც ძალიან გამოსადეგი იყო ახლა. რაც მან აიღო კარკაძე პირველ დარტყმაზე ჩვენს 20-ში. მეტრეველი რომელიც ქუთაისის აიასაღსდილი არის და გამორჩეული მოთამაშეა ჩემთვის. ლობჟანიძე დააგრძელა რაკი შეაყვნა მომენტი და საბოლოოდ ბოქსით გამოვიდა თვითონ. ცოტა ხარვეზით მოდის მადრიდიდან ჩვენებას ამხაროთ. ბეგიჩის მოწოდებულ დერეფაში იგებს სუფთად პორტუგალია ბურთს. დარტყმა ცენტრალურ ზონაში ხარზე იყო არბიტრმა, ჩვენ გქონდა ორი მაღალი ბოჭვის გამო ჯარიმა აღებული პირველ ნახევარში, ამიტომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ და ყურადღებით. შეიძლება ითქვას, რომ დაგვინდო კიდეც როზიემ. გაიტანა ხაზე, აბა პორტუგალიები და კარგი დაცვა არის კვესილაზე რამაგრა დამოვიდა კაპიტონთან. ჯალაღონია, მაგრავწმი ხავთ უნდა ვთქვა დაცვაში. ზემოთ ამოდივართ. აპტონისა და შარიქაძის დაპირისპირება იყო, ასე ვთქვათ, სახასიათო ძალიან რაგბი ევროპისთვის, შემდეგ რაგბი ევროპის სუპერთასისთვისაც. Did you touch it? ახლა უკვე სხვა თაობას გადაეცა ეს დაპირისპირება. ხო, მოდივა ახლა პატარა კომენტარი გავაკეთოთ საბაისთან დაკავშირებით, რომ სოფლიო რაგბმა და ზოგადად ამოიტანეს ახლა ესე ვთქვათ დოპინგ სკანდალივით, რომელიც 3 წლის წინანდელია და მაგის გამომდინარე და ზუსტად ეს არ არის ახალი ამბავი, ის ძველი ამბავია, რაც ყველამ კარგად ვიცით და ახლა ამოიტანეს რატომ ამოიტანეს არ ვიცი, მაგრამ როგორც არის მაყურებელი რომ არ და გულშემატკივრები არ შევიდნენ შეცდომაში და ახალი რომ არ ეგონოთ ეს ძველი ამბავია. აბა ახლა პორტუგალიელების დერეფანია ჩვენს ნახევარს. Let's go. Thank you, Vijan. ცოტა დრო დასჭირდა ამ დერეფნის მოწყობას, პორტუგალია არ ჩქარობს, პირველ მიმღებად არის. Let's go. კამაჩო. Yeah.
Let's go. მოიგეს კვლავ დერეფანში გააუმჯობეს ეს პორტუგალიელებმა თამაში, მაგარი ბოჭვა, კონტაქტში წინ წაიწია მაინც პორტუგალიამ. ხო, მარტა წამოვიდა, კარგად შევბოჭეთ. გავიდა ხაზში შეცვალე შეტევის მიმართულება, ზურგს უკან და წამოვიდნენ პორტუგალიელები, მაგრამ დაცვაში ძალიან მაგრად ვაუზებ და საღინაძე დომინანტია, ტრადიციულად ბოჭაში გადავიყვანეთ. კარგი ეპიზოდი გქონდა დაცვის, ნინიაშვილი უნდა აჩქარდეს. აგრესიულები ვართ ძალიან დაცვაში და ეს რა თქმა უნდა საბოლოო შედეგი. პირველ რიგში თუ რამე იყო შესაძლებელი, ალბათ დაცვაში აგრესია პირველ ტაიმის შემდეგ. ოღონდ ეს აგრესიათან წესების დაცვით ჭირდება. კარგადზე. No. ეს 10 მეტრიან ხაზზე ვარ. On my assistant. Keep the mark. Yes. ვაკ. თმოგდით იმ 1 მეტრს. მოვიგეთ. დერეფანში კარგად არის საქმე, კვესელაძე ფეხი დაარტყა და აუფარეს რამდენად სწორი იყო ეს დარტყმა, კარკაძემ უკან მიარტყა, მეტრეველი ყისიერად აღმოჩნდა და გამოძრა ურთულესი მომენტიდან თუ სად არის ბურთი, სად არის, შევინახეთ საბოლოოდ, შევინახეთ და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ბურთი არ შეეხოს ჩათვლის მოედანს, რადგან ამ შემთხვევაში თამაშგარის ხაზი უქმდება ჭკვიანურად. ხელიდან ამოგვაცალეს ბურთი და მარჯვენა ფლანგზე დიდი სივრცეა თუ გაშალეს, მაგრამ არა. მაგარი ბოჭვა, გაიტანეს ხაზზე. კვესელაძე და სპანდერაშვილი დუეტში. No. შემოაბრუნეს უკვე მარცხენა ფლანგზე. მარტა რომელიც ხშირად რჩება ფლანგზე. კამაჩო, ხო, შეუნევლდათ პორტუგალიელებს შეტევა, რამაც მოგწონს ჩვენი საშუალება, რომ გადავაგებულიყავით დათვაში, ისევ კამაჩო. საღინაძე. ახალ წერტილში თუ მოახერხეთ დაჭერა, არა წავიდა. მიწაზე გადავიდა ბურთი რაკში. ბეგიჩი. წინსვლა არ აქვს პორტუგალიას. კარგი დაცვა, ზემოთ ამოვიყვანეთ. Tackle! ნახუნა გადაგორდეთ, კამაჩო ისე. კარგები ვარ დაცვაში, აქ ვერ დაждდა მელიქიძე. მარცხენა ფლანგი, მაგრამ იქვე რაკთან ახლოს აკეთებს პორტუგალია დარტყმას. ისევ კამაჩო. დაახანა რაკში ბურთი 9 ნომერმა. ცოტა ჭედავს. Bolize. წინ ცდილობთ დახვედრას. ჯავაღონიას აი ამ ბოჭვამაც გაამართლა, ეფექტური გამოვიდა. ერთი ის რომ აგრესიულები ვარ დაცვაში და მეორე ის რომ ავტოებს სივრცეებს გარეთ და ის ჩვენ დაცვაში და ნიაშვილი არ ვიცი. არ გადაგოვა. რამდენად უშლიდნენ ხელს ახლა. რამდენად უშლიდნენ ხელს აბა აი მე განმეორებით გამოჩნდება კიდევ ერთხელ არც უცდია მე მგონი პორტუგალიელს იმ ჭიშკარში ასე რაკის ჭიშკარში შემოსვლა რომ ჩემი პირადი აზრია ის რომ ჩვენი მოჭავები ვიც იყვნენ საერთოდ სხვაგან იყვნენ ერთი მარჯვნივ სხვა მხარეს იყო მეორე მარცხენა ნინიაშვილი идеალურად დაждდა ამ ბურთზე მაგრამ ჯერემი როზიემ სხვანაირად მიიჩნია ეს ყველაფერი და მიცა შანსი პორტუგალიას იმის რომ 6 ქულამდე გაზარდონ თავისი მონაგარი. რა თქმა უნდა კაში დაარტყამენ მანუელ ვარეირომ გადაიბარა ეს საქმე. და პირველ შემთხვევაში კარგად გამოუვიდა. გულშემატკივარი რომელიც საქართველოს დროშებსაც ხედავთ. ხო, არც თუ ისე მრავლად არის, სულ რაღაც 10000-მდე მაყურებელს იტევს ეს სტადიონი. ჯარიმა ვნახოთ, ჯარიმა ზუსტია 12-ით 6 ხდება ანგარიში. ერთ გარდასახულელობდე მოგვიახლოვდა პორტუგალია, ეს ყველაფერი ხდება კვლავ იმ მონაკვეთში, სადაც 8 ნომინალური მასპინძელი არის კაცნაკული. ერთი უპირატესობა კიდევ რაც ექნებოდა ფინალის ჩატარებას ან საქართველოში ან პორტუგალიაში. უფრო მეტი მაყურებელი იქნებოდა აუცილებლად. და ამდენი ცარიელი ადგილი რეგიონაზე დარწმუნებული ვარ რომ არც ჩვენთან არც პორტუგალიაში არ იქნება.
საბოლოო 12-6 ტაბლოზე თედომ ასწია ცენტრიდან მაღალი ბურთი საჰაერო tabzola გვაგრძელებინებს მსაჯი ვერ დაინახა იმ მომენტში ჯარიმამ სტოიანი ორმაგი ბოჭვა კვლავ სტოიანს გრძელდება გრძელებს სტოიანი წინსვლას შევედით 22-ში სწრაფი ბურთი გვინდა ლობჟანიძე აქ ვის შემოსულა ბეიქა გორგაძე პოსტკაპიტანი ლობჟანიძე გაიტანა მარცხნივ სპანდერაშვილი კარგად დაუხსნენ პორტუგალია მაგრამ ფეხზე დგას First man, leave it. წაუღია აქ პორტუგალიას პირველი კაცი იყო და ჩვენც ამოვიღეთ რა. ჩვენც ამოვიღეთ. First infringement holding on. ჩვენც ხომ ამოვიღა. პირველივე ჩათვალა ის რომ არ გავატანეთ ჩვენ, მაგრამ აშკარად წაიღეს ეს ბურთი მარტივად და მე ჩვენ დავჯექით ამ ბურთზე თითქოს. როზიემაც გაშალა ხელები, ესე იგი თამაში შეგვეძლოი, ღია თამაში იყო. ბურთზე ჩასულები ვიყავით საბოლოო ჯამში დაგვაჯარიმა მაინც. დაგვაჯარიმა და მანუელ ვარეირო მიზნებს კიდეს. გადადის კიდეც, სად აღმართავს? ის მსაჯი ალავს. ცენტრის ხაზთან ახლოს. თუმცა მაინც მათ ნახევარზე. პორტუგალიელების დერეფანი არ ტოვებს ცივცებს. ერთ-ერთზე კონტაქტში ჯობნით მეტოქეს და ეს უნდა გამოვიყენოთ. Okay, thank you. ორი ხელით მოიგეს კამაჩომ გაიტანა ხაზზე მაღალი ფეხი და აქ დაგვაჩელენჯებენ პორტუგალიელები. საჰაერო tabzola შვიდად ნინიაში. სწრაფად ვაბრუნებთ უკანა ზონები მოშიშვლებული ჰქონდა და ვაბრუნებთ შესანიშნავად გადავედით მეტოქის ნახევარზე 10 მეტრიან ხაზთან. სწრაფად შემოაგდო პორტუგალიამაც მაღალი ბურთი აიწია საჰაერო tabzola იქნება კიდის ხაზთან ახლოს მაგრამ ეს დარტყმის ადგილი უნდა იყოს წესი ჩავარდა როგორც ჩვენ ჩავარდა აქ იესულთან David, no. No. იბატონო ნინიაშვილი იძახდა რომ არ ჩავარდიო მოედანში მაგრამ კიდის მსაჯს სვანერი აზრი აქვს ამყოფაზე ვანო კარგაზე მალე მივიდა ბურთის ასაგდებათ მოკლედ ერეფანი Restez à 2 mètres. ბაბუნაშვილს მოუგეს მაგრამ მაინც ჩვენ დავრჩა. Use it. ერეფანში ვერ ვართ ისეთი დამაჯერებლები როგორიც ალბათ სურვილი გვაქვს. Use როგორიც it. უნდა ვიყოთ. ლობჟანიძის აწეული ბურთი ნინიაშვილი მიყვა, მაგრამ აი ეს უკვე ნამდვილად დარტყმის წერტილიდან იქნება. შეცდომა დავუშვით. შანსი ამით პორტუგალიას ჩვენს ნახევარზე ექნება ტერეფანი. ოიც განმეორებით ის მომენტი გაგვივარდა ხელიდან. არის ხალხი მაინც, მაგრამ ამ წალში ბევრად მეტი ხალხი იქნება და შემიძლია კამაჩო გაიტანა. სულსუ ნაპტონი ათამაშეს მარტას ისევ პინტო და ტაბუცაძის კარგი ბოჭვა. სივრცეში კარგად გადააწყვია კამაჩო ისე. აქ აუთამაშა და ზემოთ უნდა ავიდეთ მაქსიმალურად. აწია ლობჟანიძემ შეუზღუდა სივრცე ვარეიროს სიმბინიდან დაბრუნებული ნიკოლას მარტინსი. სიმბინიდან არა უბრალოდ სიმბინის გამო მოუწია მას გასვლა. აირი და ერთი ბოჭავი ბაბუნაშვილი და როდის კისიდან გადაყრის გამო დიდად რო გითხრათ ვითახმებით ხო ამ ჯარიმას მოგატყოვეთ მაგრამ კარგია რომ ჩვენ სასარგებლოდ არის ეს ყველაფერი ბეგიჩსაც მოხდა იქ თავში ოღონდ სრულიად სათამაშო ეპიზოდში მე მგონი ხო კისერში კიდებს ხელს მაგრამ აი ხო არა კი კარგი ბოჭვაა კარგი ჯარიმაა ჩემი აზრით ჯერემი როზიესგან თან ვიდეო რეფერის გარეშე რომ აქ ჯალაღონია შეცვალა გორგაძე It's okay, we go back. დაუჩეს მარკაპას და წარმომადგენლებს მარკაპას რომ გადავხედოთ სუთიძე კუნთელია ჯავახია ივანიშვილი ალანია და მატკავა 6-2-ზე გადანაწილება
გვიყენია. ახლა გვამცნეს გორგაძის შემოსვლა და ჯავახონის გასვლა. Oui, c'est ça la règle. Tu la connais. Tu joues les pénalités vides tous les week-ends en tant que 14. კარგად იცნობენ ერთმანეთს როზიე და ნინიაშვილი და ასე არა მარტო როზიე და ნინიაშვილი და მოწნებამ სტოიანის ეპიზოდი მაინც რაც არც თუ ისე სასიამოვნოა. ახლა ნახე როგორი რთული მომენტია ჩვენ თუ სტოიანი დავკარგეთ. პირველი ნომერი შეცვლა აღარ. შესაბამისად შეკინება რომ მოვა და მოუწევ შეკინება 17. მოგვიწევს რომ კაცი მოვიყო შეკინებაში 8-ზე დავდგეთ და მაგრამ ფიქტიური და ამის გამო 13 კაცით იმიტომ რომ ყავს ტრამვირებული პირველ ერთი შეხედვით აი ხალი ჩავთვალე რომ სათამაშო ეპიზოდი იყო მაგრამ მე ზოგადად ხშირად ვარ ხოლმე ვიდეო რეფერი და აი ამაზე იცი რაც არ უნდა საქართველოს გულშემატკივრობდე არ ვთვლი რომ აუცილებელი იყო სტოიანის ეს მოძრაობა არ ვიცი სამსაჯო კუთხით აი ესე სიღრმეებში რომ ჩაუყვეთ რამდენად ღირდა ამ ეპიზოდის შემოტანა მაგრამ რადგან თავზე მოიკიდა ხელი ბეგიჩმა და რადგან ისევ დაწვა აი პირდაპირ გეუბნები რომ ეს აი მაქსიმუმ ჯარიმა მაქსიმუმ ხო აი ჩემი ფილოსოფიით ჩემი სარაგო ფილოსოფიით და სამსაჯო ფილოსოფიით აი მაქსიმუმ ჯარიმა არის ჩემთვის პირადად არ ვიცი ხა თავს არ ვახვი არავის მაგრამ აი ესეთ მომენტზე ვიდეო მსაჯი არ უნდა შევიდეს ჩემი ხო სამწუხაროა მაგრამ იმის გამო რომ პირველი მოქმედება ეს იყო და შემდეგი იყო უკვე კისრიდან გადაყრა ამის გამო შეიძლება რომ მიცე ჯარიმა და არაყვითელი ბარათი აი არ გვესმოდა ხმა ვიდეო რეფერს ეკრანთან აი ახლა მოვისმინოთ უკვე მსაჯებს თუ რა თქმა უნდა ფრანგულად არის საუბრობენ და Yes, we consider that it's penalty for us because he's the white player going on the red as well. ხო, მარტო ჯარიმაო ჯერემი როზე. I'll explain to you. ეკრანთან რომ მიდიხარ, უკვე აღარ აღჩენს ფაქტს, რომ The first infringement, okay, is by your player because he's going like this indirectly on the head. Is the white going on him. After there is a neck cross. ინასარ მოგაწოდათ სოსამ უკვე თარგმნილი ეს ეპიზოდი. So penalty against 17 red. მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ვიდეო რეფერი არ უნდა შემოსულიყო ამაზე. პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ ჩვენ დისციპლინა უნდა გამოდის. კი, არის, ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ჯიბსო ტელემოყურება რომ გადაახვია თამაში მსგავსი მომენტი რომ დააკვირდეთ რაკებს. მსგავსი მომენტი ექნება დაახლოებით 50 წელი. მაგრამ რადგან ბეგიჩი დაწვა თავზე მოიკიდა ხელი აპელირებდა იმაზე რომ თავში მოხვდა სამწუხაროა ძალიან დღევანდელ რაკში სამწუხაროა ის ფაქტი რომ იციან მოთამაშეები რომ არსებობს ვიდეო რეფერი და კაცრად კონტროლდება ნებისმიერი თავთან კონტაქტი მოთამაშეები იმის და მიუხედავად რომ არის ვიდეო რეფერი ხშირად წებია თუ დავაკვირდები დიდიათის თამაშებს, სადაც ვიდეო რეფერი არ არის, იქ მოთამაშეები კი არ წვებიან. არა, უბრალოდ იციან რომ არ არის ვიდეო რეფერი და აგზელებენ თამაშს და აქ დარტყმა რა არ არის ზუსტი, ვერ მიაღწია მიზანს და ნინიაშვილი საბოლოოდ აბრუნებს ფეხს ძალიან მშვენივრად. უკან დაუვარდა, წნეხი გირდება ამ კაცზე. მეტრეველმა თავად შეასრულა ეს დარტყმა, შემდეგ თავად მოახერხა რომ დაწეოდა. შებოჭა და ფლანგზე მაინც მოახერხეს უპირატესობის ნახვა პორტუგალიელებმა მარჯვენა მხარეს გადაწყვეტეს გაგრძელება შეცდომა დაუშვით სივრცე უნდა გამოჩენილიყო გადაცვაში და შემდეგ უკვე შეცდომა დაუშვეს კამაჩომ კერძოდ დაუშვა შეცდომა და უთი კვლავ იქნება ჩვენი ხოსე მონტეიროს არაზუსტი პასი, მაგრამ ეს კამაჩოს კარგად აირიდა ბექა გორგაძე. What happened? Time off. Yeah. Tell me. ცირე დაზიანება. You make a sub? მიხეილ ბაბუნაშვილს. Okay.
ჯავახია კუნთელია. გოგინავა. Let's go. ასევე. Thank you. გაგზავნება თამაში. Two wide. Hey, two wide. ჯავახიაც არის უდიდესი ფიზიკური ძალა. კარგადზე. Time. საკმაო პაუზა გამოვიდა. როზიემ დროც ჩართო, ველოდებით კარკაძის მოწოდებას. ბოლო კაცზე უხეიროდ მოგებული ბურთი ბექა გორგაძეს ჩაუვარდა მაინც. მიწაზე უნდა წავიდეს, ასეც იქცევა ბაბუნაშვილი. პაუზა იყო და ელოდა, თანაგუნდელი არ ყავდა უკვე დამხმარე და ახლა უკვე ვასილ ობჟანიძე შეეცდება ფეხით. კარგ წერტილში ბურთის აწევა სტაბუცაძე მიხვება, საჰაერო ორთა ბრძოლა ვერ გადმოაგდო ჩვენ მხარეს, მალევე აბუნებს პორტუგალია ფეხით. ობჟანიძე მაღალი ფეხი დაარტყა, თვითონ მიყვება, წნეხი მჭირდება. კარგად იყო კინტომ ეს ბურთი. ორად კამაჩო. გაიტანა ხაზე. თამაში გაჩაღდა მეორე სართულზე ორთა ბრძოლებს. ზედიზედ ხედავთ ახლა, მაგრამ ნინიაშვილი ბრწყინვალე იყო და იქნია, მაგრამ ვეღარ გაჭრა, უკვე შეაჩერეს, წაუკითხეს. დამხმარე მცველით. ხეშნისი შეჩერება, გორგაძე აქტიურად ჩაერთო თამაში. გაიწმინა ეს რომაც რაკი. სულ ცოტა ხნის წინ ითამაშა მე-100 მატჩი. ტოპ 14-ში. მაღალი ფეხი მიყვება ნინიაშვილი. აქვე რა იყო დავითმა, ჩვენგან იყო წიკი ბატონო, წინ თამაშის უპირატესობა აქვს პორტუგალიელებს. ბატონო დაუბრუნდათ სამი. შერკინება. დაალაგებულ თამაშს ვერ ვთამაშობთ. ეს, რა თქმა უნდა, აწყობს პორტუგალიას და Viens, ici. ფაქტია, ტაბლოზე 12-6-ია. რაც შანსს არა უტოლს კომფორტული სხვაობა. არა კომფორტული და ისეთი დამაინტრიგებელი პორტუგალიელებს რომ ხელს აძლევს ერთი ლევლის ფარგლებში უტრიალებთ. სხვაობის ფარგლებში. მაგრამ შერკინება ჩვენი შანსია. რა აღნიშნავს. თუ სადმე უპირობო დომინაცია გქონდა, First one on the second half. სწორედ. Okay. Respect. კარგად გვეთამაშებიან პორტუგალიელები, უნდა ვთქვათ. ფინალურ მატჩში. Crouch. Bind. Set. მიუაწექით, რა თქმა უნდა, მალე გაიტანეს პორტუგალიელებმა. ხაზე გაიტანეს ფეხით. გაგვიწყეს, რა ხდება? შეცურებული ბურთი. 22-ია ეს და Yes. 50-22. არასასიამოვნო ძალიან კარგი მომენტი. დარტყმა იყო და ძალიან კარგი ეპიზოდი პორტებისგან. გაგვიტარეს უკანა ზონაში ძალიან ისეთ საფრთხო დარტყმა, საიდანაც ბურთი კვლავ მათ ექნება. და ასევე საიდანაც შანსს მიიღებენ უკვე საფრთხო შეტევის. ნუნო მასკარენჰასი მოაწოდებს დერეფაში. ოდნავ ფეხით და 20 მეტრეველს ზონაც არ იყო პოზიციები ვერ ავიღეთ. ზონაც არ იყო ბოლომდე შევსებული, მოიგეს პორტუგალიელებმა ბურთი დერეფაში ჩამოაყალიბეს. Keep the bind for. ნოლი. კარგად გვაწვევიან, ერთი გაჩერება თითქოს უნდა დაეძახა მსაჯს და აქ კი ბატონო ერთი გაჩერება დაიძახა. კამაჩო ეძებს ბურთს რომ გამოიტანოს. ახლა გაიტანს ნამდვილად. კამაჩო ხაზე გავიდა ბურთი, აპტონი თვითონ წავიდა მივიდა თედოზე. თედოზე დღეს დიდი და ნაცნეხია. და უნდა ვთქვათ რომ ძალიან კარგად არის დაცვაში თედო დღეს. კი, თუმცა ჩვენც უნდა დავიცვათ ჩვენი 10 ნომერი ათიანი. აუცილებლად. ეს რა თქმა უნდა მესამე ხაზელების პირდაპირ მოვალეობა და გორგაძე მოიპარეს. დააქრეს. კამაჩო ამჯერად გამოუვიდა პორტუგალიელებს წინსვლა. უჯარიმოთ უნდა ვითამაშოთ. მარტინსი თამაშ გარეში ვიყავ. მელიქიძე ვერ ჩავიდა ბურთზე.
გაიწმინდა რაკი, ჯარი, აი თამაშკარის უპირატესობა, ჯარი მის უპირატესობა ექნება პორტუგალიელებს. სულ მინიმუმ პორტუგალიელებს შეუძლიათ რომ სამ ქულაში შემოვიდნენ და არ გადაგორები ჯარი მათ გვაქვს. და მგონი აღარ გადაგორდებით? რაღაც ერთში შევეცადოთ და მოუკლათ. ეშეტევა კამაჩო ძალიან ახლოს არიან პორტები აპტონი ზურგსუკა გაიტანა აბა პინტო და ნინიაშვილთან ეგეთი მარტივი არ არის და საბოლოოდ აგზელებ ეშეტევას პორტები უკან გადააგდეს დიდი შანსია რომ ახლა დაუბრუნოს. ხო, დაუბრუნოს საბოლოოდ. მალე შეიძლება სწრაფად გაგვითამაშო ყურადღებით უნდა ვიყოთ. Agora, გვაფრთხილებს საჯი როგორც. It's been 2 infringements in a row here, and especially the last one with the takedown. Have a word with your team. Oh. ამჯერად უკვე ჩვენ გაგვაფრთხილეთ. რაც სრულიად ლოგიკურია, ზედიზედ ორი ჯარი მოვიღეთ უკვე 15-იანის ხაზთან. ეს ერთი თამაშკარის და შემდეგ მეორე უკვე არ გადაგორების. All good for you, Beka? საინტერესოა რა სამი პორტუგალიელები მარტივი სამი ქულა აქვს. ხვირწინ, კარში უთხრამენ. ცივი გონებით თამაშობენ. რაც საკმაოდ ლოგიკურია ჩვენთან დაპირისპირებაში. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საბა ის რომ ეგრეთ წოდებული არავიჭრათ ესე ვთქვა და ცივ გონებაზე დავჭრეთ ჩვენს და ჩვენი სასე გავაკეთეთ. კარგი არასდროს არაფერი მოსდევს არის. სუთიძე ემზადება. კარკაძის ნაცვლად. შეხვედრაში ჩასართველად ჯარიმა ზუსტია 12-9 მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა სხვაობა. 2 სუთიძე სულ რაღაც მეხუთედ თამაშებს მინაკლების მაისზე. attendez, arrêtez. უმნიშვნელოვანესი 20 წუთი ხევანდელ შეხვედრაში. 12-9 უცებ ტრავმა აქვს. ეს თამაშის. ახალგაზრდა გულშემატკივარი. აბჯანაძე. მიცა ჯერემი როზიევ ნიშანი მესამე ზონაში დავარტყით. აქ წნეხი და კარგი ბოჭვა და არის კარგი ბოჭვა სუთიძე. კარგად ჩაერთო მატჩი. ხო თითქოს გამოძრა ეპიზოდიდან. Inside the 20. მანო კარდოსო პინტო, მაგრამ დახვდა სუთიძე. აქ ვასკან კარგი წნეხი და მაგრამ ფეხი იყო შვენიერი პორტუგალიელებისგან. ალექსიონის ხდება მინიო კიდის ფაჩი. რომელიც ცენტრშიც არაერთხელ კი. შავი ომის თამაში, ჩემპიონების თამაშის და ზოგადად მიცნო და კარგი პიროვნებაა ნამდვილად. არასწორი. ხო, არასწორი შეცვლა. მარტივად, კარგია რომ იყენებდათ რაღაცებს, გორგაძე მოიშორა და წავიდა წინ. ვეღარ ჩავტოვეთ პორტუგალიელი ჯარი მის უპირატესობა არ გვექნება საღინაძე მოტივირებული მომართული. Leave it now for. მუდმივად დომინანტურ კონტაქტს. Use. ზურგსუკან თეიდოზე გავიტანეთ სიღრმიდან აწეული ფეხი ნინიაშვილი მიყვება და ბოჭავს. მიღებისთანავე და კონტრაქტზე წავედით კი ბატონო და მოუპოვეთ ესბურთი სუთიძე. აღარ არ გვატანენ ხო რაღაცა შეიძლებოდა ხელი გამოშვერა ჩვენკენ მელიქიძე. ლობჟანიძე, ზურგსუკან, აბჟანდაძე რას მოიფიქრებს, მეტრეველი დაარტყა ბიჭი. შებოჭე საბოლოოდ კარგად პორტუგალის სივრცეს მაგრა იცავენ. პორტუგალიელები ახლა უნდა დავჩეჩქოთ პორტები. მათ 10 მეტრიან ხაზზე ვართ. ბაბუნაშვილი. წავიდა დაბალი ტრაექტორით, მაგრამ კარგად დაუხდნენ ლობჟანიძე, ტაბუცაძე შევიდა სივრცეში, არა ეს პასი რაში მჭირდებოდა. არავის და პინტო წამოვიდა რამხელა მანძილი მოიგო. Rayon, nobody touched it. Advantage Nokon. წინ თამაშურეთობა პორტუგალიელები აქ რამხელა სივრცე აქვს ისევ პინტო მეორე ოღონ.
არტო სოფინდო იყო ამჯერად ფეხის არა შემცირებელი. ამოგვიღო და კაუნტრზე რამაგრად გვემუშავებიან პორტუგალიელები. შევაჩერეთ მაინც. ამოიღო. არა გავშებინა კამაჩო. აქ 2-2-ზე არიან ნინიაშვილი დაცვაში შეპოჭა. მაგრამ 5 მეტრიანში შემოაღწია პორტუგალიამ ძალიან სახიფათოდ გვიტევენ. ხო, განსხვავებულია პორტუგალიელების შეტევა და ჩვენი შეტევა გაცილებით სწორად გვიტევენ პორტუგალიელები როცა ბურთით არიან კამაჩო. ორმაგი ბოჭვა ამოხდება და თამაში შეცდომა. გორგაძე გადავრჩით. გადავრჩით ნამდვილად. და დავშვიდეთ ახლა. დავაგდოთ ცოტა ტემპი, გავაკეთოთ დარტყმა, მაგრამ გავშალეთ კონჩეტევაზე მივდივართ. მეტრეველი ფეხით თამაშობს. სწორი იყო ეს ფეხის დარტყმა. სწორი იყო ნამდვილად და რა კარგი ფეხი დაარტყა მეტრეველმა ტაბუცაძე სადამდე ამოვიდა ჩვენია ეს ტერეფანი. ბრავო მეტრეველს, ბრავო ტაბუცაძეს. და კარგი ჩანაფიქრი და კარგი მოფიქრებული იყო ეს ყველაფერი. ძალიან წამგებიანი პოზიციიდან უცებ მოვახერხეთ რომ პირდაპირ შევდევ წერტილზე. ეს პასი არ ჭირდებოდა. Time off. 3 and 5. ამოვდება იყო. კი. 3 and 5. არ გაგვიმართლაზე მეტად არასწორი გადაწყვეტილება იყო. ვაკ რა კარგი წნეხი იყო სუთიძისგან. აგერო არ დავჭარით თითქოსი. ჩვენი ტერეფანი. Yeah, go ahead. ველიქიძე გავიდა. Send the players. ის ნასვათი კუნთელია ჩაერთვა მატჩში ჩაჩანიც გავიდა. ჯავახიელი შემოვიდა სავარაუდოდ. 4 and 12. 4. ივანიშვილი ყავს მარკაპაში. გადის პორტუგალიიდან მარტინ ბეულ ასევე 12 ნომერი იძახდა მაგრამ ჯოაო გრანატე და Number 12. ილერმე Number 12. პოსტა შემოვიდნენ. ო 12 ნომერიც გადის. თომას აპიტონი. Yes. ტოვებს მოედანს მის ნაცვლად ჩაერთვება თამაში ილერმე ვასკონსელოსი სიმონ ბენტუკი შემოსულია სუთიძე ორი ხელით საღინაძე მოიგო მოლი შევკარიდე 20 ნომერი Outside the 15, no problem. არა ხო როგორც ჩანს დამთავრებული იყო ტერეფანი და არ არის სამე თამაშგარეში No, you lost your binds. კარგი მოლი გვაქვს მივდივარ წინ ერთი შევცვალე და კიდევ წინ მივდივარ Advantage კი side and ბატონო 3. გვერდა უპირატესობა გვაქვს რეალსებზე ამამაც ყავს შეგვიძლია პორტუგალია. თამაში ლობჟანიძე ეძებს ბურთს და კარგი იქნება აქ თუ უპირატესობით ვითამაში და გავიდა ხაძე კვესელაძე წავიდა დგას ფეხზე შესანიშნავი იყო კონტაქტი ზონაში სწრაფი რაკი გვინდა მარცხნივ ჭკვიანურია ეს გადაცემა მაგრამ ჩახურული იყო კარგად ამოწიეს პორტუგალიელებმა დაცვას ლობჟანიძე საღინაძე ეხლა უნდა დავჩეჩქოთ მეტოქე საბოლოოდ ამოიღეს ეს ბურთი და რას ფიქრობთ საბა კარში უნდა დავატყათ ალბათ იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ფულა ავიდეთ ჭირდება ფინალია გასაგებია რომ ჩვენ უფრო დიდ მიზნებზე გვაქვს პრეტენზია ვიდრე მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა მაგრამ სადღაც ამ ტიტულსაც უნდა გავუხსნათ ხო მაგრამ არც გუნდი უკეთ გზნობს წავედით ლავლელოზე მივდივართ რელოზე ვერ შევედით 15-ში და ახლობით 10 მეტრი იქნება ლელომდე გასავლელი მაგრამ ისიც არ უნდა გავუცნოთ პორტუგალია არის პორტუგალიაც არანაკლებ გამოსთელია ეს ნაკრებია დაახლოებით ვინც ფიჯის მოუგო სოფლიო ჩემპიონატზე და თითქმის იგივე ვინც ჩვენ ფრეითამაშა ჯავახიაზე ორი ხელით სწორად გავითამაშეთ და ჭკვიანურა და წინ მივდივარ წინ მიდის ეს მოლი რა ხდება და ლელოა ბეკა გორგაძე კი ლელო საბოლოოდ გაიტანა ბეკა გორგაძე და თითქოს და გადავტეხეთ ეს თამაში ბეკა გორგაძე ლელოს ავტორი მერვე ლელო ეროვნულ ნაკრებში 17-9 უმნიშვნელოვანესა და ქართული დიასპორა მადრიდში გულშემატკივრები კარგი იყო ბეკა კარგად მოწყდა მაგრამ ძალიან ჭკვიანურადაც გავითამაშეთ ეს ტერეფანი ჩემი აზრით არ ჩავწით იმ მოლში ნახეთ რომ პორტუგალიელებმა გაიყვანეს ჩვენი მოთამაშეები ვინც პირველ
ეშელონში აყალიბებდა მოულს და საბოლოოდ ბექამ იპოვა სივრცე და დაამიწალევა. შემეხლა ეს ამდენი გაინახე იმ ერთი რაკურსი და ვიდეო რეფერის დიდი ათის ვიდეო რეფერის გამოცდილება. მე იმდენი თამაში მაქვს გარჩეული ზოგადად. Just mindful. უკვე ამ 6 წლის განმავლობაში. But I'm okay. ერთი რაკურსიდან ამდენი წაიკითხე. საჯობა პლუს კომენტატორობა ხო იცი? ავსებს ერთმანეთს. 68 წუთის ათვლა დაიწყო და თედუ აბჟანდაძე პლუს 2 ქულისთვის მნიშვნელოვანი 2 ქულა არის ეს და წელი. ხო, 8 ქულიანი უპირატესობით ვართ წინ. I agree with you. და დისციპლინას ექნება უდიდესი მნიშვნელობა ბოლო 12 წუთში. მინიმალური კომფორტი მოვიპოვეთ ამ შეხვედრაში. განსაკუთრებით ბოლო 15 წუთისთვის. თუმცა არ უნდა მოგვადგინოს აი ამან რომ ერთი ლევოს გარდასახული ლევოს გვარს გავწვით გორგაძე კვლავ პირველი მიმღები შევიდა კონტაქტში წავიდა მიწაზე ჩამოყალიბდა რაკი და აგრძელა ეგრევე უმალვე ვასილ ობჟანიძემ კომფორტულ წერტილში შეეცდება გასვლას მაგრამ თითქოს აეჭრა მაინც არ გამოვიდა ურიგო დარტყმა ო კარგი მატჩი აქვს ობჟანიძეს მაგრამ დრო ხომ არ არის 6 and 9. ალანი შემოსulis და მე მგონი ზუსტად Semi-players. ახლა მიშიკოს ვაში აქვს ძალიან კარგი სეზონი. Let's go. სამწუხაროდ ნაკრებში არ მიეცა სათანადო წლევანდელ საკმარისი ტურნირზე ხო? თუმცა ეს ველი ტრია აქვს ბრძოლა კარგია ბაბუნაშვილი ჰაერში არ მივეცით მარტივი ბუთის აღების საშუალება და შეერკინება ეს იყო ძალიან კარგი რაღაცა ჩვენთვის აი ეს შეერკინება აქ რა თქმა უნდა ვესებით რომ მივაწვეთ და აშკარა დომინანტები ვართ შეერკინებაში და თავარია რომ სუფთად გავაკეთოთ ყველაფერი ხო, ერთ-ერთი ბოლო მონაკვეთი საიდანაც თამაში უნდა გარდაწყდეს უკვე შეერკინებაში ვიცით რომ გვაქვს პორტუგალია ახლა დისციპლინაზე ძალიან ყურადღებით უკავია ძალიან პორტუგალიელთა გმირი კი მათი 15 ნომერია აქ ორი ხელით მოიგეს პორტუგალია კამაჩო დაიძევა რაკი თვითონ დაარტყას ბოქს მეგონა მაგრამ გაუტანა ხაზზე და ვავარე სოლიდური მაგრამ დატოვა მოედანში მეტრეველი მაღალი ფეხი თვითონ უნდა მიყვეს პირდაპირ გაისვა გავდაყვითობა რაც უკეთესი პოზიცია ჰქონდა აქ მარეიროს და ჰაერში თამაშობს შეუწყდა მეტრეველს მესვის მისი ემოციები მაგრამ წესწესი ხო ეს არ იყო განზრახო ხეშობა მიდიოდა პურცე სათამაშოდ მაგრამ ტაიმინგში აცა და უკეთესი პოზიცია ჰქონდა აშკარად პორტუგალიელს იმედია გაგვიმეორებენ რომ უკეთს მოახერხო შეფასება მომენტის და რა კარგებს უწყია ახლა გაათმაგებული და გაასმაგებული ყურადღება გჭირდება ჩვენ გვაკლია მოთამაშე ამჯერად კი ნამდვილად აცდა პოზიცია დაკარგული ჰქონდა უკვე ბურთზე ვერ ითამაშებდა ოთარ მეტრეველი შესაბამისად ძალიან სწორი ჯარიმა და ბარათი გასცა არბიტრმა წესებს თუ გაუყევით სრულიად გასაგები ემოცია არის ოთარ მეტრეველისთვის კამაჩო გაიტანა ხაზზე პორტები წამოუვიდნენ და უნიშნელოვანესი შეტევის დაცვა გვიწევს კამაჩო ისევ ორკინალები ჯავახია თუ დაждდება ამ ბურთზე გაწმინდეს კამაჩო ვერ ავწდებით დაძაბულობას ვერ ავწდებით ეს კაცი უნდა წავიდეს მიწაზე დავძეკი არა აუ აქ რამხელა სივრცეა გარეთ რამხელა სივრცეა გავუშვით ლელო ასნაკულები ვარ გათანაბრდა ანგარიში 17 რთული გარდასახვა მანუელ ვარეიოს თუმცა
Jen on the side. Arvisi- Sebastian. ისეთ პინტო ხდება. პირველ აიმში ჩვენ მე გამახსენდა ვის შეხვედრა რაც სოფლიოზე. მეც გამახსენდა, მაგრამ არ. წავედით მიმდინარეობა ძალიან გავდა პირველ ტაიმში, იმიტომ რომ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. პორტუგალიელები კი ფაქტობრივად მაქსიმალურად იყენებენ იმ შანსებს, რაც მათ ეძლევათ. დაველოდოთ გარდასახვას დრო, რა თქმა უნდა, ამ თამაშის Again, is მოსაგებად რჩება, მაგრამ დისციპლინა რაც შენ არაერთხელ ახსენე, comes. აი ასე თანმდევად ნეგატიურად მოგდევს. Let's go. ვერა და ვერ გამოვასწორეთ. ნახო, დრო არის, დარტყმა ზუსტია და პორტუგალია წინ გადის. დაწინაურდა პორტუგალია ერთი ჯარიმის თამაში გამოდის ახლა უკვე ორი ქულა სხვაობა. ვერას ანახაობით და ანგარიშით მათკავა ჩაერთო ამასობაში აღჯანდადის ნაცვლად. ვერას სანახაობრივი კუთხით ვერა ანგარიშის და ლელოების კუთხით, მაგრამ ცოტა რაღაც აი ეს ბოლო წუთები წააგავს ექსიერის ბოლო დრამატულ შეხვედრასაც. ნახოთ. იქნებ ჩვენ ხარეს დავატრიალოთ ერთი ჯარიმით, უკვე მატკავა შეიყვანა ბურთი თამაში. აქ ვერ აიღეს სპორტებმა და ჩვენი უნდა წინ თამაში უბრალოდ კარგია ეს. შეიძლება ხომ არ გვირჩევნია ალანია, ნინიაშვილი. წავიდა სივრცეში. ამოგდება მოახერხა. აბუცაძე. სწრაფი ბურთი გვინდა ალანია მარცხენა ფლანგზე გაშალა ბურთი არ უნდა დაუკარგოთ ყვესელაძე მიყოშაღა. ვაუ! ჩვენ ვარ ბურთით სულთიძე შევიდა კონტაქტში. ალანია მარცხნივ შლის საღინაძეზე თამაშს. მოთმინება გჭირდება ამ შეტევაში და არ უნდა ვიჩქაროთ. და პორტუგალია დარწმუნებული ვარ რომ დაჯარიმდება თუ ჩვენ სწორ თამაშს ვითამაშებთ. გორგაძე, კარგი მიძალება. ალანია ისე. საღინაძე წამოვიდა. შეაჩერეს. საღინაძე ნუ პირადად კარგად ემუშავებიან საღინაძეს არაძლევი წისმის საშუალება შეტევაში ნინიაშვილი თვითონ დააქმნია წავიდა წინ წავიდა. Leon, he lifts the ball. გაუშვა და წავიდა. კი ბატონო. გუნთელია. კარგად აკრიფა სისტრაფე და ურბაგი ბოჭა მოხდა ალანია. ივანიშვილი. სწრაფად უნდა ვითამაშოთ ალანია. გორგაძე. კარგია ბექა. ჯავახია დაუკარგეთ ბურთი, დაუკარგეთ და კონჩეტევაზე აღარ უნდა გავუშვათ. და უპირატესობა წინ თამაშის კამაჩო ფეხი დაარტყა. უკან რა ხდება? უკან ნინიაშვილია, რომელმაც ბურთი დაკარგა. ბურთი დაკარგა პორტუგალიელები, არა. აბუცაძე დაზღვევაზე. და პირველი იყო პორტუგალიელებისგან და ჩვენი შერკინი. გადავჭით. ნინიაშვილმა დაუშვა შეცდომა, ბურთი უნდა მიეღო აუცილებლად ჰაერიდანვე, შემდეგ აბუცაძეს აქ უნდა აეღო მოკლედ კომპლექსური ეპიზოდი, რის შემდეგაც ინიშნება შერკინება, სადაც ჭირდება ჯარიმა. აუცილებლად ჯარიმა გჭირდება შერკინებაში. Yes. უნდა გავითვალისწინოთ საჯის ყველა მითითება Outside the 22. და უნდა მივაწეთ სწორად. On me as well, huh? Straight bosses. ბურთი ჩვენია, წინა შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ. Bind. Set. Stay straight. Use the ball. Use the ball. აი რატო მივაწექი და დავჩაგრეთ. აი რატო ესელაძე წამოვიდა. სხვა მოცემულობა არ გვაქვს, უნდა ვითამაშოთ ჩვენი 22-დან. ჯავახია. Tackle. Use. გატანისკენ მოგიტოვოთ საჯი, მხოლოდ 3 წუთი გვაქვს ფინალის გადასარჩენად.
მაღალი ფეხი აიწია პორტუგალიელები გადაიღეს მარეირომ მაღალი ფეხი დაარტყა ნინიაშვილი ადგილზეა რას მოიფიქრებს მატკავა შეუძლია გამწვავება მასაც Backwards. უკან კი ბატონო შველიძე Backwards. საღინაძე ამოაგდო და შეტევა ცოცხალია საღინაძე უნდა ულიდეროს მან გუნდს უნდა შეუტიოთ არა ხელდახელ დრო არ ვიცი ფეხი დავარტყით კამაჩო წამოვიდნენ პორტები კარგი ბოჭვა ივანიშვილისგან კონტრაქტზე შეგვიძლია წავიდეთ მაგრამ დაიცვეს საბოლოოდ უჯარიმო დისციპლინა გჭირდება ამ ორ წუთში No. მოусმინოთ მსაჯ Now. ტრიბუნაზეც გაისმა უკვე პორტუგალიელი ხომაგის შეძახილი ნინიაშვილი ნინიაშვილი დაიძრა შეძრა ინტერვალში ამოგდება მოახერხა გორგაძე მატკავა ახლა უკვე ჩაერთო თამაში აჩქარდა ისიც რომ მოძრაობა შიგნით გარეთ ამოგდება მოახერხა შველიძეა გარემარბად გადასული ალანია სტოიანი ნინიაშვილი გზელი პასი ჯავახია არის სივცე არის მეტობა წავიდა კონტაქტზე თვითონ დაიწმინდა ალანია სტრაფი ბურთია სუთიძე გადავყარეთ მარცხნი აგდება ერთი კონტაქტში მარტო უნდა გადავყაროთ ალანია ისე მივედით ახლოს ვართ აქ სტრაფად უნდა გავწმინდოთ ალანია სუთიძე შეაჩერეს ადგილზე ნინიაშვილი მივიდა მორკინალივით მაგრამ მორკინალები რაშვებიან სად არიან No, don't take time. აი ახლა ჩაერთნენ მორკინალები სტოიანი No. ორგაძე დაღრილები ხომ არ ვართ საღინაძე ესეც გვეთყობა კარგი კონტაქტია არ შემოდიან დააკვირდი გურჯზე საერთოდ არ ჯდებიან პორტუგალიელები უნდა დავამძიმოთ ცოტა შეტევა უნდა დავამძიმოთ მაგრამ სადღაც რაღაცა გარეთაც უნდა კონდეს სივცე კუნთელია აი აკაკეთა დიდი უპირატესობა სტრაფი ბურთი აღარ გვაქვს საღინაძე მანაც გააკეთა კონტაქტი თუმცა დახვდნენ ყარად ყესელაძე მივიდა ისიც მიეძალა გავწმინდეთ რაკი შეგვინელდა ცოტა ბოლო რამდენიმე ფაზა შეტევა ნინიაშვილი აჩერებს პორტუგალიური დაცვა მასაც რაკში აღარ ცდილობს პორტუგალია ჩვენ შეწუხებას დრო გაწითლებულია მარცხენა ფლანგი კუნთელია დაარტყა არ ვერ მოვიპოვეთ ის გარდამტეხი შველიძე უპირატესობა კონტაქტში გაგვიჭედავენ ამ თამაშს წავედით ფინალი წავედით ყველაფერი დაიწყო აი იმ შერკინებიდან სადაც ვთქვით რომ გარდამტეხი უნდა ყოფილიყო წესითა და რიგით უნდა მოგვეპოვებინა ჩვენ უპირატესობა და ჯარიმა მაგრამ ის 8 ქულიანი უპირატესობა ისე განიავდა რომ ეს შეხედა დავთქვით პორტუგალია გვამარცხებს რაგბი ევროპის 20-26-ის ფინალში ძალიან დიდხნიანი დომინაცია და ჰეგემონია საქართველოსი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე სრულდება და ვერ ვიტყვით რომ რაიმე ისეთი ხდება რაც თამაშის მიმდინარეობიდან ან ვერ იტყვი თამაშის დროს რომ ჩვენ უკეთესები აი ზუსტად ამის თქვა მინდოდა ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები პორტუგალიელებმა ბევრად უკეთესად აიღეს ის ქულები რაც უნდა აიღოთ უსამას ორი უფრო გასატანი ჯარიმა ააცილეს ვიდრე არ გასატანი ამ ყველაფრის ფონზე რაც 80 წუთის მანძილზე მოედანზე ხდებოდა და იმ პირველი ტაიმის ფონზე სადაც ჩვენ ორჯერ მეტობა ვერ გამოვიყენეთ სათანადოდ
არ ვიცი, აბა ჭიმეულია ეს ყველაფერი. ჩვენ ზოგადად პრეტენზიას სხვა რაღაცეებზე გვაქვს და ხო, გამართლება არც უნდა უცადოთ, რომ ამას უყოლოთ, უბრალოდ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან. ამ ანგარიშიდან, ამ ყველაფრიდან ერთხელ ვითამაშეთ პორტუგალიასთან სოფლიოზე. ახლა უკვე დავმარცხით რაგბი ევროპის ფინალში. თავარია სწორი დასკვნები გაკეთდეს და